გამარჯობა, მე ნინი ვარ. ეს კი ნინის სპორტული დღიურებია. ახლა მე ვიმყოფები ყვარელში, კერძოდ ახალ სოფელში, სადაც უნდა შევხვდეთ ჩვენი ძიუდოისტების ნაკრების ბიჭებს. ჩვენი სტუმარი კი იქნება ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ლუკა მაისურაძე. სანამ უშუალოდ ვიდეოს ყურებას დაიწყებთ, არ დაგავიწყოთ რომ გამოიწეროთ არხი და დავიწყოთ. მოგესალმებით ლუკა. ძალიან მიხარია რომ ჩემი გადაცემის პირველი სტუმარი შენ ხარ. მოგესალმებით მეც. მივესალმები ამ შენს ახალ წამოწყებას და გისურვებ ძალიან ბევრ subscribers და გამომწერთ ყველაფერს კარგს. და იმედია იღბლიანი ფეხი მექნება და ნახოთ. და დავიწყოთ მოკლედ ბავშვობიდან. მაინტერესებს როდის გადაწყვეტ სპორტით დაკავება და რატომ მაინც და მაინც ეს მიმართულება? ძიუდო. თავისუფალსაც ჭიდაობდი და ძიუდოსაც. ორივეს ჭიდაობდი, თავი მოусვენარი ბავშვი ვიყავი. მოგახსენეთ და ორივეს ჭიდაობდი, იმიტომ რომ შაბათ-ოთხშაბათი ძიუდოს ის იყო სკოლა და სამშაბათი, ხუთშაბათი იყო თავისუფალი და დაკავებული ვიყავი მთელი კვირა, რომ სახლში მაქსიმალურად სახლიდან გარეთ ყოფილი ვიყავი და პატარაობიდან რა, ალბათ 7 წლიდან უკვე ძიუდოზე ვარ დაკავებული, მამის ფაქტორი, რა თქმა უნდა, მამა ჩემი ძიუდოისტი იყო და ამ კვალს გავუყევით სამივე ძმა ძიუდოისტი ვიყავით დაკავებულები, პავლეც, ლაზარეც, მეც, მაგრამ ბოლოს მე შემორჩი ისინი ერთი იქით წავიდა, მეორე აქეთ წამოვიდა და მე დამტოვე სამურთულ გზაზე და ესე. და მიდიხარ ძალიან ამაყად. აი ახლა ჩემსავით დილეტანტები ვინც არიან და ვინც ვერ ერკვევა ესე ვთქვათ სპორტში, რო გითხრა, ძირითადად რა განსხვავება არის თავისუფალს და ძიუდოს შორის? თავიდან, რა თქმა უნდა, ჯერ ჩაცმულობა და ვიზუალურად პირდაპირ მიხვდები ვინ თავისუფალს ჭიდაობს და ვინ ძიუდოს, მაგრამ ძალიან ბევრი დეტალია კიდე, მაგრამ ეხლა რაც ისეთი კაფეო არის იქ სულ ფეხში ჭიდაობა მიდის და მოხრილი ჭიდაობაა და თავისუფალში და ძიუდოში ფეხში შესვლა საერთოდ არ არის და ზემოდან მიდის ჭიდაობა და ეს ძალიან ესე განასხვავებს ერთმანეთს ამ სპორტებს. მოკლედ რო გავაგრძელოთ, მე შენი პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება რომელი იყო? რო გითხრა და აი რა ძირითადი გარდატეხა მოახდინა შენში? თავიდან ძალიან ბევრი მარცხი იყო და სულ ბრაზდებოდი ხოლმე ძალიან ბევრს სტიროდი, მაგრამ შემდეგ ეს მარცხი გაყარებს უფრო აქ ყოფნას და გინდა რომ რაღაცა აი წინ წახვიდე, აი როდის მოვიგებ და მე უკვე რომ მოიგებ რაღაცას მე უფრო ძალიან გიყვარდება ეს შენი სპორტი და ალბათ ჭაბუკობისას 15 წლის ასაკში იყო ესეთი გამარჯვება ევროპის თასზე მესამე ადგილი ავიღე და ძალიან ბედნიერი ვიყავი, თურქეთში იყო თუ არ ვცდები და იმის მერე ძალიან მოვიწამლე უფრო ძიუდოთი და ისე ვიყავი რა, უფრო ორმაგად ვარჯიშობდი რომ ეს მესამე ადგილი მეკცია ოქროთ და მესახელებინა ჩემი ოჯახი რასთავარია და საქართველო. ინტერესებს რა გრძნობა ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი როცა ხარ და ცოტა თავში ხوار აგივარ და ამის მერე ესეც მეინტერესებს. რა თქმა უნდა, ეხლა ცოტა აგივარ. რთულია. რა თქმა უნდა, უფრო რთულია შენი ცხოვრება, რაღაცით იცვლება, ყველაფერს რა თქმა უნდა არ შეცვლი, მაგრამ პოპულარული ხდები, ხალხი რა სხვანაირად გიყურებს, რა ვიცი, რაღაცები იცვლება. ეხლა თავში არ უნდა შეგეცვალოს, თორე რომ გამოხვალ ვიღაცების დამოკიდებულება იცვლება შენდამი და აი ამ ხრივ ხდები სხვანაირი ადამიანი, თორე ადამიანად ჩემი ეს არ უნდა შეგცვალოს ამ ყველაფერმა და რა თქმა უნდა ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონობა იქ სადაც ხარ და რასაც აკეთებ იქ რო ჩემპიონი ხარ ეს ძალიან მაგარია, არ აქვს მნიშვნელობა რასაც არ უნდა აკეთებდე და ჩვენ სპორტში კიდე უფრო და საერთოდ სპორტში უფრო ესეთია რომ შენ ქვეყანას ასახელებ, შენი სახელი ისმის ყველგან, გამოგაცხადებენ, შენ ხიმს ააჟღერებ და არ ვიცი და თან ქართულ ხალხს ძიუდო ისე უყვარს, რომ სადაც არ უნდა წახვიდე, სადაც არ უნდა მოხვდე, ყველგან გეპატიჟებიან, ყველგან გლოცავენ, შენმა გამზელმა გაიხარო, შენმა დედა, მამა, რა ვიცი და ეს ყველაფერი კიდე უფრო ორმაგად გასახარია ვიდრე ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონობა რა. ანუ დივიდენდები უფრო მეტი მოაქვს ამ ჩემპიონობას და ეს უფრო მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. ინტერვიუებში ამბობ, რომ რაღაც სხვადასხვანაირი გულშემატკივრობა იციან საფრანგეთში რაღაც სხვა კულტურა არის პარიზში, ტოკიოში სხვა კულტურა არის ამ გულშემატკივრობის და საქართველოში სხვანაირი. აი თითოეული მათგანი რო აღწერო დაახლოებით რა ვაიბი მოაქვს შენთვის და რომელს გამორჩა, აი რომელი უფრო რაღაც შენთან უფრო ახლოს არის. კი ბატონო, ეს თვითონ ძიუდო არის ჯუდო, მოდი ესე დავუძახოთ, ჯუდო არის ეს რეალურად. თვითონ ჯუდო მოდის იაპონიიდან, იაპონური სპორტია და იაპონიაში ისე უყვართ და ისეთი გულშემატკივრობა, ვერაფერს ვერ შეადარებ, მაგრამ საფრანგეთში ისეთი გულშემატკივრობა იციან, რომ ამასაც ვერ შეადარებ რა, ესეთი დასწრება, მთლიანი თარენა ივსება, ალბათ 10,000-12,000 კაცი რო არ მოვიტყუო, დილის 6 საათ რიგში დგანან, რომ შენ გიგულშემატკივრონ და გიყურონ და თან თებერვალში ტარდება ხოლმე და საფრანგეთში ეს სიცივე, წვიმა, ცუდი ამინდი და წვიმაში რო დგანან ეს პატარა ბავშვები, დიდები და ელოდებიან ერთი სული აქვს ოდიშავლენ შიგნით და ეს ემოცია არის, რავი, დაუვიწყარი და თვითონ ფრანგსაც რომ მოვგო
ფეხზე წამოგიდგებიან და ტას გიკრავენ. ხა საქართველოში ქართულს რომ მოუგო. ცოტა გინების ამბობს. არავინ არ დაგიკრავს. მაგრამ დაგინებენ დარწმუნებული ვარ. კი ეს კულტურა ქართული არის. ეს ჩვენ გვაქვს. გვიყვარს ხალხის გინება. ეს ჩვენი ამას ვერავინ ვერ წაგვაქვს. პარიზის გრან-სლემის ჭიდაობა არის სხვა სპორტია კიდე და ძიუდო კიდე სხვა სპორტია მართლა. იქ არის სხვა აი გაჩვენებ ვიდეოებს და შენს დარწმუნდები. ყველაზე დიდი გულშემატკივრები შენთვის ვინ არის? რა თქმა უნდა ოჯახი. ოჯახს ვერავინ და ვერას დროს ვერაფერი ვერ შეცვლის. მაგრამ არიან ძალიან ბევრი მეგობრები, ახლობლები, ძმაკაცები, მეგობრები და ნუ ეს ხალხი ესე ერთად იკრიბებიან და მე რო შეჯიბზე მივიდვარ, ყოფილა ხოლმე შემთხვევა, სანამ მე ჩავდი სულ შეჯიბზე, ისინი უკვე იქ არიან. ой, აქ ჩამოდი, ეს ადგილი კარგია, აქ წავიდე. იგელოდები ხო? და ნუ ეს უკვე ალბათ ერთი ბოლო 5 წელია ესეა, რომ ყველა დიდ შეჯიბზე, ხა ყველა შეჯიბზე არ დადიან, ხა იაპონიაში მთლად ვერ მოდიან, მაგრამ ევროპაში რა სტარტდება, ალბათ ყველგან დადიან და განსაკუთრებულად ევროპის სოფლიოს ჩემპიონატებზე ქირაობენ დიდ სახლს, რომ ყველანი ერთად იყვნენ და იქ მიდის ხოლმე აღნიშვნები და ყველაფერი. წარმომიდგენია რამ ხელა სტიმული არის ეგ შენთვის. აი ძალიან. და მთელი შენი ოჯახი იქ არის მეგობრები და ესე გულშემატკივრობენ, ალბათ ერთი დიდი გუნდია კიდე და რას თავარია ჩვენ საქართველოს ნაკრებს და ნუ არ გვაკლია ხოლმე ჩემი ოჯახის წევრების და მეგობრების გარდა ძალიან ბევრი ხალხი დადის საქართველოს ძიუდოს ნაკრების საგულშემატკივროდ და ნუ სულ გაუცებულები არიან ხოლმე სხვა ძიუდოისტები, რომ ნუ ესენი აქ ცხოვრობენ. საიდან ხდებიან ნუ ყველა შეჯიბზე იმ ქვეყანას ჯობი ვართ ხოლმე. ეს ძალიან დიდი ფაქტორია რა თქმა უნდა ჩვენი წარმატების კიდე. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუჯეჯიანმა ერთხელ შენს ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ თუ ვინმე მეტყვის რომ ლუკა დაახასიათა, ვიტყოდი რომ ლუკას ღიმილი ნიშნავს იმას როგორც არის ლუკა. ხო ძალიან გულწრფელია. როგორი დამოკიდებულება გაქვს მწვრთნელთან? ძალიან კარგი, ახლა რაღაც შოუშიც ვიყავ, იქაც ესე მე და გუჯეჯა ვიყავით ერთად საუბრობდით და მართლა მთელი ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. მე როცა ვიყავი ჭაბუკებში და ახალგაზრდებში, გუჯეჯიანი მაშინ დაინიშნა ახალგაზრდების მთავარმწვრთნელად და თითქმის ერთად დავიწყეთ ეს კარიერა. მე უკვე მედიდებში გადმოვედი და მთავარმწვრთნელად დაინიშნა ლაშა და ესე ერთად მოვდივართ რა და ესეთი კარგი ურთიერთობა რო გქონდეს, ამ ხელა შედეგები მართლა არ იქნება და ნუ სახეზეა იმ ხელა შედეგები გააკეთა ჩვენმა ნაკრებმა. ნუ ეს ბოლო შედეგები რა დღის მოქმედი ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონები ვართ გუნდურ ჩათვლაში, ნუ არ ვიცი ეს ფანტასტიკის სფეროდან მართლა და ნუ ეს კარგში და ოჯახური სიტუაცია რო არ იყოს, მართლა ამ ხელა შედეგები არ იქნებოდა და ეს ლაშამ გააკეთა და ჩამოყალიბა ესეთი ნაკრები. ხა გადავდივარ ცოტა უფრო ისეთ კითხოთ. რა ხდება ლუკა მეცოდის პირად ცხოვრებაში? კი, შემოგუშია ხა ცოტა აინტერესებს ხალხს და ამდენ გოგონას აინტერესებს. რა ხდება ლუკას პირად ცხოვრებაში? და ბინძური ტატამი ხარ ხა სულ ტატამის იქით აღარ გვინდა ტატამი? ტატამი ვენა. არა, პირად ცხოვრებაში ისეთი არა, სერიოზული არაფერი არ ხდება განსახილველი რა არის. გოება. მარტო ანუ ეს არის მართლა სერიოზული არაფერი არ არის. ანუ შეუძლიათ გქონდეთ იმედი გოგონებს და აბა გოგონებო იაქტიურობთ. ეხლა გადავიდეთ რაღაც ბლიც ინტერვიუზე. ოკეი. სწრაფი პასუხებით და ვაგზავნოთ თუ ჩოგურთი. ძიუდო. ნუ ახლა რა თქმა უნდა მსოფლიო, მაგრამ ის უფრო გემრიელი. ცხარი. 20 თუ მოყვება ხოლმე. 20 თუ მოყვება ხოლმე. საერთოდ შორფეხზე გადატყვა თუ ოსოტო გარი? ერთ და იგივე. აი, ყოჩაღ იცის. ეს იცის მეგობრებო. შერკინება ტატოსთან თუ შერკინება ლაშასთან? ნუ ლაშასთან ბოლოს ესეთი ტიტული მოვიდა რომ ლაშასთან. ლაშასთან უფრო ტოპი იყო. ხო, ნუ მსოფლიო ჩემპიონი გავხდი. მურაოსი უფრო გეშინია თუ სიბნელის? აუ პატარა რო ვიყავი ძალიან მეშინოდა სიბნელის და ხო მურაოსი მეშინია ძალიან. გადავიდით მოკლედ რუბრიკაზე, სადაც სპორტსმენები გვეტყვიან რამდენიმე სიტყვას და მე უნდა შევეცადო რომ გამოვიცნო რას ნიშნავს ეს სიტყვა. ნახოთ. ზართულები არ გინდა ხა მარტივი დავიწყოთ და ნახოთ მე შეგატყო გაგირთულო საიცავით. აი მოდი პირველი იყოს ჰაჯიმე. ეს მე მგონი არის რაღაც გამარჯვებას ამბავი, ხო? კი. გამოვიცანი მეგობრებო პირველი სიტყვა. იპონი. იპონი მოიცადე ეს არის მე მგონი იპონი არის ზურგზე რომ დააგდებ და ნიშნავს რომ აი მაგ დაგდებით მოიგე. ხო? ვაუ. ანუ ეხლა რთულებზე უნდა გადავიდეთ. რთულებზე უნდა გადავიდეთ. ძალიან მგარწმუნებული. კარგი, მაშინ ეხლა იყოს შიდო. არაფერს არ მეუბნება ეს სიტყვა, მაგრამ სავარაუდოდ უნდა იყოს რაღაც ლოგიკურად გაყევი, ლოგიკურად.
შიდო შეიძლება იყოს რაღაც კონკრეტულ ილეთი. ხო, არა. ანუ შიდო არის გაფრთხილება. ოკეი, ანუ დავიმახსოვროთ. შიდოზე უკვე სპორტსმენი იხსნება, წითელი ბარათი აქვს. ეს გაფრთხილებები რაზე მის თუ არ ჭიდაობს კარგად? თუ არ ჭიდაობს კარგად, თუ პასიურობს, თუ ორმხრივი ჩავლება აქვს და მეუტოქეს არ აძლევს ჭიდაობის საშუალებას. ვაზარი. ვაზარი, მე ძალიან მეცნობა. ვაზარი ნიშნავს, მე მგონი, არ ვიცი, ძალიან ეცნობი სიტყვა. რაღაცა ძალიან დიდი სხვაობა რო არის ქულებს შორის და რაღაც კონკრეტულს რო გადაცდება და ანუ რო აღარ აქვს ჭიდაობის გაგრძელებას თავი. ავიკიერა და აზრი. აი, ვაზარი არის, ანუ იპონით ხო ჩერდება. ვაზარი არის ერთ-ერთი გდება, რომელიც ახლა ფასდება 10 ქულით და ნუ ორი ვაზარი უკვე არის იპონი. იპონის ტოლფასია ორი ვაზარს თუ გააკეთებ და ანუ ნახევარი გვერდით თუ დაახეთქე, ნახევარი გვერდით არის ვაზარი. აი და ბოლო იყოს მატე. მატე, რაღაც ისეთი სიტყვები არის, რომ არც ლოგიკასთან მიკავშირდება. ან შორსაც არ არის, ხო? და არის. ძალიან შორს არის, რა? ძალიან შორს. რა სიტყვა იყო მატე? მატე. მატე. მადლობა. ან ჯიმე ხო იყო მისალმება. ხო, მატეა დამშვიდობება. დამშვიდობება. დავიმშვიდობეთ. მატე შეჩერება რა, ანუ შეჩერება. გავთვით ცნობიერდი მეგობრებო, იაპონიაში რო ჩამოხვალ, მე ტოკიოს გრანდსლემზე იქ უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტერმინები ისე გეცოდინება სხვადასხვა. აჰა, მშვენიერი. მადლობა ლუკა, ეხა გადავიდეთ უშუალოდ ჭიდაობაზე. ნახოთ საციებთან როგორ ჭიდაობს. მშვენიერი და თუ რამე სპარინგ პარტნიორად აგიყვან. კაი, ეხლა თლად კარგი საცია იყავ. თლად დახეთქებები არ გვინდა, მაგრამ ერთი-ორი ილეთ რაღაც გვასწავლო და ერთი-ორი წამაქცევინე და ის ხო ჭიდაობა. აბა ნახოთ, აბა როგორ მე მახსოვს მოიცე ჯერ განახებ შენ საყვარელ ილეთს. აქ ხელი. შენ მარჯვენა ყოფილი ხარ და არა, მარჯვენა არ ვარ, მაგრამ იქ როგორც აკეთებ შენ ისე მარჯვენია. მაშინ ჩემი მეცადე ესე არის ხო? და მე ესე უნდა გამოგიღო. ის მართლა მაგას ჭიდაობს. მონაცემი მაქვს, ხვდები? ეგ არის ოსოტოგარი. ეს არის ოსოტოგარი, კი, შენი საყვარელი. აჰა, კაი, ხო და ანუ იქით ანუ როცა ამ დგომით ჭიდაობენ ფეხი წინ და ხო ეს არის ცაციას დგომი. ეს არის ხო. ეს არის ცაციას დგომი, ხო. მე მაქვს ორთოდოქსი დგომი მარჯვენა დგომში ვარ. წავიდე მე ჭიდაო. ჯერ რაღაცა უნდა მასწავლო. რა რო გასწავლო მომიგე. აუ ხსნათ მაყურებლებსთან. აი ეს ამ ხელის გათიშვა არის თავი, ვისაც უფრო კარგად გაქვს ეს ხელი წართმეული, ნუ იმის პოზიცია, იმიტომ რომ შეგიძლია ზემოდან ხელი დამადე და აქედან შენს თავისუფლად შეგიძლია ილეთის შესრულება. ასე წაგიღო პირდაპირ. იქითაც და აი აქეთაც შეგიძლია დამახეთქო, მაგრამ ნუ ეხლა ჩემი დგომი რო იყოს, ეს ხელი რაც შეიძლება ახლოს უნდა მქონდეს, ხო ხტები? აი ესე და აი მოგვერდი არის. ხო, აღარ მინდა, არ გადმომაგრე მას. ანუ გასწავლე ხა მომეცე? აქ ხელი, აქ ხელი, ამ ფეხს წინ დგავ და ნუ ესე უბრალოდ ტრიალდები. ხო. და ესე წამოგიღო? კი. ოპა. არა ძიუდოს აქ ეგეთი გდება, რომ როცა იცემი, ხელი უნდა დააყოლო, თორე ახლა ტრავმას მიიღე. აბა მიდი როგორ ისწავლე? ეს გვერდზე ეს ხელი. აჰა. ეს და ხო, ხეთქები მთელი ძალი. აი გაჩვენო გინდა. მიდი, ძალიან უნდა მithქო. აი ხედა როგორ ცუდა დაეცი. დავიწყოთ? დავაი. დაიცა. ეს ვარავია. მოიცადე გავიხსენ თან ესე სწრაფად ვერ მოიწევ. აბა ეს ხელი? 1-2. არ ვარ წამაქცევინებ თავს ეგ დამავიწყდა. შენთან ჭიდაობა მისევნია მურავოსთან. მოიცადე? სად იყო ხელი? მოიცადე ხარ კონტრმასწავლე, ანუ ეგრე თუ შემოხვალ, მე რა უნდა გავაკეთო? მე არის ჩვენი ვაფშე მამაპაპული ბრუნი. შემოდი. ესე რო გადაგახო. შემოდი. ეგრე და აი. ხო არ გვინდა? უკან. იყოს მოიცადე, მიში. აბა რა გონია ჩვენ თამაშობ თან ვიხსენებ ხო ხდება ხელი აქ გვერდი ოპა ეგ არის ბოლოს არის მატე სულ სოლო მატე ანუ დამთავრება დასრულება ორივე ნიშნავით ერთმანეთს სოლო მატე სამოვართვებთ მეგობრებო როგორც ხედავთ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონს ლუკა მაგისტრადეს დღეს მოვუგე ჭიდაობაში შემდეგზე გავუმართლებ დიდი იმედია რომ რას ვიზა ჩემ და საუბედუროთ ცაცი აღმოჩნდა და როგორც ხდება ხოლმე ცაციებთან ისე წავაგე ნუ არა ძალიან დიდი მადლობა ლუკა დღევანდელი ინტერვიუსთვის ძალიან საინტერესო ინფორმაციისთვის მადლობა რაღაც ცოტა შემოგვახედა შენ ცხოვრებაში და რაღაცები გაგვიზიარე დიდ წარმატებას გისურვებ და ნახოთ მესი მადლობა ასევე დიდი წარმატება მედია შეგიყვარდება ძიუდო და დიდი გულშემატკივრები გახდებით ჩვენი სპორტის იმედია
ჰაჯი პირველი ეპიზოდი ამით დასრულებულია. თუ ჯერ კიდევ არ გამოგიწერი არხი, აუცილებლად გამოიწერე და კომენტარებში დამიწერე ვინ გინდა იყოს შემდეგი სტუმარი. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.